მოგესალმებით ბატონ გიორგი, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. პირველ რიგში გვინდა გთხოვთ, რომ შეაფასოთ ვანო მერაბიშვილის დაკავება. რამდენიმე თვის წინ ის იყო დაკითხვაზე რამდენჯერმე, თუმცა არ მოხდა მისი დაკავება. ვფიქრობ თუ არა, რომ გარკვეულწილად ეს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება და არის პოლიტიკური ანგარიშვალება. მოგესალმებით, მადლობა პრაიმ ტაიმის პრესორებს მოწვევისათვის. არ არსებობს სანახევრო სიმართლე და სანახევროდ სამართლიანობის აღდგენა. მთლიანად უნდა იქნას შესწავლილი, როგორ ჩამოყალიბდა რეპრესიული რეჟიმი. ვინ იყო დამკვეთი, ვინ იყო დამფინანსებელი. ასეთ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის გვერდით აღმოჩნდება თავისთავად სააკაშვილი როგორც დამკვეთი და როგორც დამფინანსებელი ბატონი ივანიშვილი. მშვენიერი შანსი აქვს მერაბიშვილს თქვას ყველაფერი იმის შესახებ, რა თანხები მიდიოდა, რა დაკვეთები მიდიოდა სააკაშვილის მხრიდან და ივანიშვილის მხრიდან. ჩვენი ხელთ არსებული ინფორმაციით ივანიშვილი აფინანსებდა რეპრესიული მანქანის ყველაზე მკაცრ შტოს, როგორიცაა სპეცნაზი, ყიდულობდა მისთვის აღჭურვილობას, მათ შორის ქიმიურ იარაღს, მათ შორის მოსასმენ აპარატურას და 2007 წლის ნოემბრის დარბევების შემდგომ ისინი დააჯილდოვა პრემიებით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა იქნას გამოკვლეული და მე დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის გვერდითა საკნებში აღმოჩნდება სააკაშვილი და ივანიშვილი. ამავე დროს ეს ეგრეთ წოდებული დაჭერები და რეპრესიები ემსახურება საზოგადოებრივი აზრის გადატანას ამ დაჭერებზე, ამ რეპრესიებზე, რათა მოსახლეობას დაავიწყონ ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც ჩამოარიგეს ფოჩიანი კამფეტებივით და ამავე დროს დაავიწყონ და გადართონ მათი ცნობიერება, მათი ინტერესი ამ მოვლენებზე, ის უმძიმესი კატასტროფული სოციალური მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. აი ამას ემსახურება ყოველივე ეს. თვლით რომ ბურჯანძე აცხადებს, რომ 26 მაისის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით აუცილებლად მივლენ სააკაშვილამდე. თვლით რომ შესაძლებელია სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაც მოხდეს და პასუხისგებაში. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, თუ სამართლიანობის აღდგენაზე და სამართალზე გვაქვს საქმე და ეს დაკვეთა არის საზოგადოებაში. მთლიანად უნდა იქნას შესწავლილი, როგორ მოხდა 2003 წლის ეგრეთ წოდებული ვარდების გადატრიალება, ვინ იყო დამფინანსებელი მომქმედი პირები, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე, როგორ ჩამოყალიბდა რეპრესიული რეჟიმი, როგორ ჩამოყალიბდა მონოპოლიები. ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, ბევრი პოლიტიკური ფიგურანტი მიეცემა სამართალ წარმოებაში, მიეცემა პასუხისგებაში, რადგანაც ასე ვთქვათ, დემოკრატია და თავისუფლება არ იყო მანამდე ზოგს ასე წარმოუდგენია, სანამ თავად იყო ხელისუფლებაში, ან სანამ თავად აფინანსებდა ამ რეჟიმს. საფუძველი ამას დაედო ყოველივეს 2003 წლის ვარდების გადატრიალების შემდეგ. და მე შიდა დაპირისპირებაში, შიდა სახელისუფლო ბრძოლაში, როდის დაგორდა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ გვინდა სამართლიანობა აღდგეს, თუ გვინდა სამართალი, ყველაფერი უნდა იქნეს გამოკვლეული 2003 წლიდან და მე დარწმუნებული ვარ, სამართლის აქლემი ბევრის კარზე დაიჩოქებს. ასე უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. ახლა წინა დღეებში ბატონმა კაკო ბობოხიძემ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი სახეა ჩაუშვა ივანიშვილი, როგორ დარბოდა 2008 წელს, მასე როგორ მივიდა საარჩევნო უბანზე ჭორვილაში 5 ნომრიანი სტიკერით, მისი დაცვის წევრები როგორ დარბოდნენ მთელ სოფელში და აძლევდნენ ნაციონალურ მოძრაობას და სხვათა შორის 80% აიღო სააკაშვილმა 2008 წელს ჭორვილაში, მოიგო მთლიანად საჩხერე და ჭორვილა განსაკუთრებით და საინტერესო ასევე რა თანხებით დააფინანსა მისი საპრეზიდენტო კამპანია. მე არაფერს არ ვამბობ 2007 წლის მოვლენებზე, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ბატონი ივანიშვილი, თავადაც აცხადებდა ამას და რამდენჯერმე განაცხადა ინტერვიუებში, რომ დაკვეთებსაც აძლევდა მერაბიშვილს ვინ უნდა დაეჭირა, მათ შორის პირდაპირ განაცხადა, რომ მან დაურეკა ვანო მერაბიშვილს და უთხრა, რატო არ იჭერთ დღემდე შალვა ნათელაშვილს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, ყველა ნიუანსი და ყველა ასპექტი უნდა იქნას გამოკვლეული ამ საქმის და არა მხოლოდ ის დაპირისპირების დროს, შიდა სახელისუფლო დაპირისპირების დროს ვის რა ზარალი მიადგა.
უყურებთ რომ სამართლის წარმოებას ესენი ახორციელებენ ოჯახს რა ზიანი მიადგა ეს იგივე თამაზაშვილთან დაკავშირებით იგივე 80 მილიონთან დაკავშირებით სამართლიანობა საოჯახო სამართალი არ არის სამართლიანობა არის საკმაოდ ზოგადი ცნება რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენთაგანს თითოეულ მოქალაქეს თითოეულ ხელისუფლების პირს რა თანამდებობაც არ უნდა ეჭიროს და რა ქონებრივი მდგომარეობაც არ უნდა კონდეს ბატონ გიორგი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კითხავთ თავის დროზე შალვა ნათელაშვილმა სხვა პარტიებს შესთავაზა მხარდაჭერა თავის კანდიდატის თუ გაქვთ კონსულტაციები იმიტომ რომ გავრცელდა თითქოს ინფორმაცია რომ გარკვეულ ეტაპზე ჰქონდათ კონსულტაციები ბურჯანაძესთან და როგორც ვიცი ეს ჩაიშალა შემდეგ იყო თუ არა მსგავსი შემთხვევა და ეხლა ამჟამად თუ გაქვთ კონსულტაციები ვერ გეტყვით ეს ალბათ არასწორი ინფორმაცია, მცდარი ინფორმაცია. შალვა ნათელაშვილი არის ოპოზიციაში გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც თავისი საქმიანობით, ბრძოლით, შრომით, შეუვალობით დაამტკიცა, რომ ის ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელმაც არ გაყიდა სიმართლე, არ შეეკრა ხელისუფლებას, არ დაემორჩილა პოლიტიკურ კონიუნქტურას წავიდა დინების წინააღმდეგ, რადგანაც ამას ითხოვდა საკუთარი ქვეყნის ინტერესი, საკუთარი ხალხის ინტერესი. სხვათა შორის, ეს ალბათ მალე გახდება ცნობილი, უკანასკნელი რეიტინგული გამოკითხვებითაც შალვა ნათელაშვილი არის გამოკვეთილი ოპოზიციაში, ლიდერობს და მე დღეს კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მართლაც ვინც ოპოზიციაშია და ვინც მართლა სისტემას და რეჟიმს ებრძვის, დავსხდეთ შევქნათ და მოვხაზოთ ერთიანი ეროვნული მთავრობის ფორმატი და ერთიანი ბრძოლით დარწმუნებული ვარ შემოდგომაზე შესაძლებელია საპრეზიდენტო არჩევნების მოგება. ან თქვენ ამბობთ რომ არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებში ყველაზე ძლიერი კანდიდატურა შეიძლება ითქვას რომ თავის განვლილი გზით რეიტინგული მონაცემებითაც, როდესაც მიმდინარეობს ოცნებების მსხრევა, ასევე მიმდინარეობს ივანიშვილის რეიტინგის მსხრევა და თავისთავად დღეს ხშირად გაიგონებთ და საფუძვლიანი გამოკვლევებიც არსებობს იმის შესახებ რომ მართალს ამბობდა შალვა ნათელაშვილი და აქედან გამომდინარე რეიტინგულადაც წარსულითაც პრინციპულობიდან გამომდინარე ერთადერთი უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს არის შალვა ნათელაშვილი ოპოზიციიდან და თუ იგივე შეცდომას არ გავიმეორებთ რაც მოხდა 2008 წელს და იქნება ნამდვილი ერთიანობა ოპოზიციაში დარწმუნებული ვარ შემოდგომის არჩევნებზე შესაძლებელია ოცნების დამარცხება და შესაძლებელია ამ არჩევნების მოგება თუ ისევ მოდელი გაპონის როლი არ ითამაშა ზოგ-ზოგიერთმა თუ ისევ არ მოიქცა როგორც პოლიტიკური კინტო რომლებსაც აი ვინც გააკრავს თუმნიანს შუბლზე იმის დაკრულზე ცეკვავს და იმას ემსახურება თუ ეს როლი არ ითამაშა გარკვეულმა ძალებმა ვინც ოპოზიციონერობას იჩემებს დარწმუნებულია ერთიანი ბრძოლით შესაძლებელია საპრეზიდენტო არჩევნების მოგება და ეს შანსი გააჩნია შალვა ნათელაშვილს ეს ერთიანობა პრინციპში შეიძლება ითქვას რომ უკვე ვერ შედგება იმიტომ რომ ბურჯანაძე უკვე დასახელდა საპრეზიდენტო კანდიდატად არის საუბარი რომ მას ხარს დაუჭერს რამდენიმე პოლიტიკური პარტიას პარლამენტს გაერთყოფი რისი მედგება და კიდევ მინდა გკითხოთ თუ გაქვთ ინფორმაცია როგორი არის რეიტინგი ოცნების და როგორც თქვენ აღნიშნეთ მიმდინარეობს სხრევა როდესაც არათუ იმ დაპირებების შესრულება დაიწყო არამედ კიდევ უფრო დამძილდა სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაჭირვებაშია მოსახლეობა ჩავარდნილი კიდევ უფრო გაიზარდა ღატაკთა რაოდენობა ქვეყანაში კიდევ უფრო შემცირდა სამუშაო ადგილები არანაირი ძვრა ამ მიმართულებით არ ჩანს და უყურებთ როგორ ლაღობენ როგორ მიმდინარეობს ბიზნესის გადანაწილება როგორ ბობოქრობს ისევ და ცხრაპირტყავს აძრობს ჩვენს მოსახლეობას მონოპოლიები ბუნებრივია მიმდინარეობს ოცნებების მსხრევა რეიტინგი კატასტროფულად ეცემა ივანიშვილის და მისი კოალიციის ერთ-ერთი პირობა ამ რეპრესიებისა და ხმაურიანი დაჭერების არის სწორედ ესეც რომ შეინარჩუნონ რეიტინგი შეაჩერონ მისი მსხრევა შემოდგომამდე ეს პროცესი გაღრმავდება და აქედან გამომდინარე რეალური შანსი არის
ეს არჩევნები მოიგოს ოპოზიციამ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, თუ იქნება ერთიანობა ნამდვილი ოპოზიციური ძალებისა და არა ისეთების, რომელსაც ცალი ფეხი ბიძინას რეზიდენციაში უდგათ, მეორე ფეხი სხვაგან უდგათ და თუ ამ არჩევნებს არ გადააქცევენ ქორ ვაჭრულ პროცესად, რომ ვინ რა ფინანსური მოგება ნახოს ამ ვაჭრობაში. თუ ესეთი დამოკიდებულება იქნა პოლიტიკური პროცესის მიმართ, არჩევნების მიმართ, დარწმუნებული ვარ, თუ ნამდვილი ერთიანობა იქნება, შესაძლებელია ამ არჩევნების მოგება და ეს იქნება საკადრისი პასუხი გაცემული ივანიშვილის მიმართ. ჩვენ რეალურად ხედავთ, რომ არ შეცვლილა რეჟიმი, არ შეცვლილა პოლიტიკური სისტემა, არ შეცვლილა მონოპოლიები, არ შეცვლილა სოციალური სიტუაცია, პრაქტიკულად ხედავთ იგივეს დანარჩენი ეს შიდა დაპირისპირება, ეს ძველი წყენების გახსენება და გარჩევები, ეხლა მაგას ბოხმა დააქვს, მოგეხსენებათ 150 მილიონს უხდიდა სააკაშვილის ხელისუფლებას, ეს მწარედ ახსოვს და ეხლა ცდილობს, როდესაც ძალაუფლება იგრძნო, სამაგიერო გადაუხადოს, ჩვენთვის ისინი ერთი და იგივენი არიან, ერთად შექმნეს ის რეპრესიული რეჟიმი, ერთად უნდა იქნენ მოცილებული და ერთად უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული. პრეზიდენტის განცხადებებს თუ ისინი ავღანეთში ყოფნის დროს, როდესაც ის ყოფ ქართულ ჯარისკაცებს ეკითხებოდათ, როგორ ანადგურებდნენ მოწინააღმდეგეებს, თუ ნახეთ ეს. სამწუხაროდ არ მომისმენია, მაგრამ ვფიქრობ, იმ ქვეყნის ჯარისკაცი, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული აქვს, წართმეული აქვს სამშობლოს საკმაოდ სოლიდური ნაწილი, საქართველოში უნდა იყოს და საქართველოს ინტერესებისათვის უნდა იბრძოდეს. ჩვენ არ გვყავს შვილი დასაკარგავ. დიდი მადლობა თქვენ. კარგად ზანდებოდეთ ნახვამდის. მადლობა.